დილამშვიდობის, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს. შვიდობიან დღეს სიყვარულით და სიხარულით სავსეს. მიყარხართ და ჩემ თავსაც ვუსურვებ. დავიწყოთ დღე პოზიტიურად. ამა მინდა დავლიო და დღეს ჩემი გეგმები კლინიკაში უნდა წავიდე. მათე უნდა წავუყანო სკოლა დაგვეწყო დღეს, შაბათი. და მოკლედ, კიდე მინდა რომ ერთი საყურეც ავარჩიოთ ლამაზი, ესეც ლამაზია ძალიან, მაგრამ კიდე რამე ლამაზი მინდა. ხო და წავიდეთ, კლინიკაშიც მივიდეთ, მათეც წავიყვანოთ სკოლაში, მერე საყურე ავარჩიოთ. დღეს საჭმელი არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ის სალათი გუშიო გავაკეთე. ისევ მაქვს. დღესაც გვეყოფა. მგონი არაფერი რა, დღეს ისეთი. სომსაც არ ვზელავ დღეს. აუჩინერთმა ქალმა მომწერა, რომ რა ცუდიაო, ესეთ გაყინულ პროდუქტებსო ყიდულობო. კი, ძალიან ცუდია. ვიცი, ეგ რო ცუდი არის. ფილესო ყიდულობ და ბარკა. ნედლიც რო არ არის კარგი? ნედლი კარგია? არცებ არ არის კარგი. რაღაცა ხო უნდა ვჭამოთ? ჩვენი საქმე იცით როგორ არის? ოკეანეში ნავთობი რო ჩაიყვარა, დიდი რაოდენობით. ძალიან ბევრი თევზი დაიხოცა მაშინ. მაგრამ ვინც გადარჩნე და იცოცხლეს ჩვეულებრივად, გააგრძელეს ცხოვრება. ჩვენი ორგანიზმიც უკვე ისე არის მიჩვეული ამ ყველაფერს, რომ იმუნიტეტი და ყველაფერი ალბათ უკვე შეეგუა, არ ვიცი. გაჟღენთილები ვართ ამ წამლით, რასაც მათ უკეთებენ ანტიბიოტიკებით. იმიტომ არის, რომ ანტიბიოტიკების დალევა არ მიყვარს მე. არც მე არ ვსვავ, არც ბავშვებს. ისედაც ვიღებთ ამ პროდუქტებიდან, რადგან მათ უკეთებენ ანტიბიოტიკებს და მერე მართლა რომ დაგჭირდეს, ალბათ აღარც იმოქმედებს. ძალიან რომ დაგჭირდეს და ესე წარამარა ანტიბიოტიკებს ავსვავთ ჩვენ. არც ბავშვებს ვასმევ და არც მე არ ვსვავ. მოსჯობია თუ ეს? ხო, ისე რა თქმა უნდა ძალიან ცუდია ეს გაყინული პროდუქტები, მაგრამ ეხლა რა ვიცი, ეგრე რომ ვიფიქროთ, გოგოებო, ბოსტნეულიც არის ვირისგან არის, არ ვიცი, თევზის გემო კიტრს ვერ ჭამს, თევზის გემო აქვს საში. კიტრს. ამიდორს ისი არა. კიტრი არ შემიძლია, ვერ ჭამ. პლასმასის ბოსტნეულია. ეგრე არაფერი არ არის. საჭმელი საერთოდ არ იჭმება არაფერი. ჰაერიც კი მოწამლულია, ყველაფერი აბსოლუტურად. და ამ ყველაფერს კიდე სიგარეტსაც თუ დავუმატებთ, რომ უკვე ბავშვებიც კი ყოველი მეორე ეწევა, ელექტროები უარესი, მე რომ მუშაობდი, ვიციო, ყველა ეწევა, სკოლიდან იწყებენ ამას. აი,
ჩემი ყავა არის მარტო ჯანსაღი და ჯანმრთელი მგონი რა ვიცი მეტი აღარაფერი ყავა და ჩაი. მაშინ მარტო ყავა და ჩაი უნდა დავლიოთ და არაფერი აღარ უნდა შევჭამოთ. ხო, სიგარეტსაც თუ დავამატებთ და წამარს, რომელზეც ესეთი ამბავი არის. სულ ეძებენ და ქექავენ, სულ. ჩიპზე გააკეთეს იქით ორი კარი უკვე დაბლა. ვეღარ შემოხალისე და ეხლა ეს ხადარჩა ჩვენი. ჩვენიც უნდა გავაკეთოთ. ჩვენი სადარგასო. ესეთი მდგომარეობა გვაქვს სუდი. ასვისოთ. კი, ადრე ეგეც გამოვცადე. ძალიან იცის ოღონდ გადავარდნა და მე რაღაცა მომენტში შემეშინდა, რომ საერთოდ ამაზე რომ ძალიან ფიქრობ, ძალიან რომ მიგაქვს გულთან ახლო და ფიქრობ, ერთი წელი ვიყავით ისეთ კვებაზე, მათე რო გავაჩინე მაგის მერე, რომ საერთოდ არ ვიცი, აი შაქარს არ ვიღებდი, ნამცვრებსაც თაფლით ვაცხობდი. ზეთს ბოლოს ვასხავდი საჭმეზე და ესეთი ზეთი კი არა. ზეითუნს ხმარობდი მხოლოდ. სემიჭკის ზეთი საერთოდ ამოღებული მქონდა. ზეითუნის ზეთს არა რაფინირებულს. რა გაყინული საჭმელი საერთოდ არ ვეკარებოდით, ვეძებდი სულ სადმე თუ დაიკლებოდა საქონელი ან რაღაცა ისეთი სანდო იმისგან მეტი და კვერცხი, ყველაფერი აბსოლუტურად რა, ძალიან სანდო სოფლისა, მაგრამ ჯერ ხო ძალიან დავიღალე ეგეთი პროდუქტების მოძიება. არ არის ადვილი გოგოებო. მერე კიდე ბაზარში რომ მივდიოდი, უკვე აღარ ვიცოდი რამე კიდე. ვიცოდი რომ არაფერი არ იჭმეოდა. და მერე საერთოდ დავანებე მაგ ყველაფერს თავს. და შევეშვი. რასაც ჭამს ყველა და რაც იყიდება ჩვენ ქვეყანაში მეც ვყიდულობ იმას. რაც ხელმისაწვდომია თან პლუს ჩემთვის. ეხლა ნოსტეს ბარკას ხო ყიდულობდი. ერთი წელი სულ ნოსტეს ვყიდულობდი. არც ის არ არის უწამლოდ გაზრდილი. არა. და თან არ მოსწონთ. ეს ქონიანი ბარკალი არ მოსწონთ ჩემს, არც ერთს. არც ნიკას, არც გიას, მათე საერთოდ მათი არ აჭამს. იშვიათად. გუშინ ძალიან მომდა შაურმა, არ ვიცი რამდენი ხანია ჩვენ არ გვეყიდია შაურმა. ხო და წავიყვანე და ვუყიდი აქ. ცეცხლზე აკეთებენ რა, წვადის შაურმა. ხო და დიდონ მეუთხრა, ბროწეული არ ჩამიყარო თუ არ ვიცი, იცოდა ადრეც იყიდა ძალიან ადრე ზაფხულში. და ბროწეული არ ჩამიყარო თუ დედაო ადრე ვიყიდეო და მე მიყვება გზაში რომ მოვდივარ. ცელივ შევჭამეო და ან ცუდი იყო და წიწაკაო არ მინდა. გავაკეთებინეთ. შაურმა და შაურმა ჭამ. ქადამი ხო შევწვი გუში, არ შეჭამ. არც კი მიეკარა. მაინც და მაინც არ ჭამს მათ. მაკარონი უყვარს მაგას. კარტოფილი. ჩიფსის ვყიდულობთ ხშირად არა, მაგრამ და რო უყვარს ვყიდულობ. კვირაში ერთხელ მაინც. თევზს დავიყიდო. ხეკი უყვარს ძალიან შემწვარი, მაგრამ
ექიმამით ხა მაგაშიც არ არისო არაფერიო ჟანაო როგორ გითხრაო ეხლა და გამშვიდო როგორც რა ისე საჭმელს თუ იყიდი საჭმელად რო შეჭამდო და დაანაყრდე ეგ არის სიო შიგნით არანაირი სასარგებლო გაყინულში არ არისო რა მათ ეს ექიმამით თევსაც როგორ წავდი იცით ღომელში სულ ის ერთი წელი გორში ვცხოვრობდით ძალიან დავიკელი მაშინა წონაში მათე რო გავაჩინე ანუ ვიყავი ალბათ 80 კილო და მე ჩამოვედი 65-ზე ანუ რამდენჯერმე მაგ დაკლებული წონაში მე ესეთი სწორი კვებით ხოლმე ერთხელ მაგ დროს რამდენჯერმე არა ეგ ერთხელ მაგ დაკლებული რაც გავთხოვდი ამდენი არა როგორც ახლა დავიკელი მაგრამ ну 65-მდე მგონი აი ზუსტად არ მახსოვს დიდი დრო გავიდა დაახლოებით ეგრე ჩამოვედი 65 კილომდე ეს კანფეტები რო ვიყიდე გოგოებო არ მომეწონა საერთოდ არ არის ჩემი მოდი მართლა დაყაიდე რა არ ცალია და ეს რო ვიყიდე ფიქს პრაისში ეს კი ეს მომწონს მაგრამ მეტი რო არავის არ მოსწონს ჩემ გარდა კიდე მაგ სამიც მარტო მერჭა რომელი მოდი გასინჯე როგორ არ გადისინჯე ქოქოსირვაში მართლა მათე იმ დღეს დაგინახე რომ გასინჯე როგორ არ გაგისინჯია ეხლა მოიტყუები არა თეთრი მოდი წაი მოვიშორე მანიკური გოგოებო აბა თქვენც თუ ხართ ეგრე მე მღლის ზოგჯერ სიამოვნებს ჩემი მჩხილი არ მინდა ხოლმე მანიკურს რო ვუყურო ხან მომენატრება ძალიან მაგრამ უფრო მეტად ჩემი მჩხილი მირჩენია ვიდრე მანიკური თორმეტი საათი დაიწყო. რომელი ეს? ხოდა რა ვიცი ესე რა გოგოებო რაც იყიდება ყიდულობ ყველაფერს მე ძეხვიც ძალიან ცუდია მომწელს ვიცი ეს ყველაფერი რა არის მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა მაინც ვყიდულობთ 1000-ში ერთხელ ძეხვსაც უსვისაც პელმენებს და ღინკლებს უფრო არ ვყიდულობ. რა გითხრათ სიმართლე. ძირითადად ვყიდულობ მე ბარკალს და ქათმის ფილეს.
საქონლის ხორცს იშვიათად თუმცა ეხლა განა არ არის მაგის საშუალება რომ წავიდე და ეხლა 1 კილო ხორცი ვიყიდო რა არის 2 კილოც რო ვიყიდო მაგრამ ისიც კი არის სასარგებლო საქონლის ხორცი. მე მგონია რომ საქონლის ხორცი დიდად სასარგებლო არ არის წითელი ხორცი საერთოდ წითელი ხორცი. თეთრი ხორცი ჯობია წითელი ხორცი ჩემი აზრით. თუმცა ორივეს აქვს პრემიქსი ნაჭამი, ორივეს აქვს ეს რაღაცა წამლები გაკეთებული იმას ყველაფერს. რისი ხორციც იყიდება ბაზარზე. ინდაუსო ვერ ზრდია, ნუ რას ვერ ზრდია? როგორ ვერ ზრდია, იმიტომ პრემიქსის გარეშე ვერ ზრდია. ზრდია ჩვეულებრივად და ინდაურის ხორციც ჩვეულებრივად პრემიქსზე გაზრდილი ინდაურები არიან. და ყველაფერი აბსოლუტურად და სოფლისა კიდე ის რო იძახის ხოლმე, რა ქვია, ინდოელი ბიჭი რო არის, არონი. მაგის ვიდეოები ხომ მოგისმენიათ და ამობს ხოლმე, რომ სოფლის კვერცხი არის ძალიან კარგი. რა ვიცი, არ არის ჩახედული ეგ ბიჭი ალბათ და მაგიტო ამობს, თორე ესე იგი ჭყეპავენ იმითი რა ქვია პრემიქსით სოფელში ყველა ჭმევს. აქ ქარხნის კვერცხი უფრო შეიძლება იცავენ რაღაცა ნორმებს ვიდრე სოფელში, არ ვიცი. თან შეიძლება რაღაცა ძველიც იქ ხო აგროვებენ ახლა. დაძველდეს და ძველიც შეგხვდეს თუ მოხარშო ვერ გაიგებ, თუ შეწვი მაინც გაიგებ, რო გადეხავს სულზე, მაგრამ რომ მოხარშო ვერ გაიგებ. რავი, მოხარშოსაც ექნება სულ. კი, ახლა თუ ძალიან გაფრჩებულია, მაგრამ რო იშლება ხოლმე, რო გადეხავ და იშლება. და არ ვარ გაიგ. მოხარშულზე აღარ დაიშლება და ვერ გაიგებ, შეიძლება სუნი არ აქოვდეს, მაგრამ ანუ ეგეთი. იწყებდეს გაფუჭებას და რავი, მაიქ სოფლის კვერცხზეც არ მიმდის გული. მაშინ შენ უნდა ყავდეს 4 ქათამი, მე მყავდა ხოლმე ქათმები და ძალიან ბევრი ჭამა უნდათ 50 თეთრად რომ ყიდიან ახლა კვერცხს ხოლმე სოფლისას. ანუ ჩვეულებრივ მოწყობილები აქვთ გალიები, როგორც ფაბრიკაში ეგრე ყავთ გალიები. არანაირი გაშვებული არ ყავთ ქათმები, რომ აი აუშვათ ბალახი ჭამოს და იქიდან ვიტამინები მივიღოთ მერე კვერცხიდან. აჭმევენ ჩვეულებრივად იმას, რასაც ფაბრიკაში და შეიძლება უფრო იყოს ძველი, ანუ აქ ახალს მაინც ყიდულობ, იყიდება ძალიან ბევრი და ახალ. შეიძლება იქ ძველი შემოგტყო და რავი რა, მიჩემია ვიყიდო მაღაზიის კვერცხს. ყველიც ეგრე, გოგოებო, ზუსტად. ისეთ რაღაცებს აკეთებენ უკვე. სოფელში ვიცი, რომ ყველა ყიდულობს ქარხნულ კვერცხს. გადავიდნენ ქარხნულ კვერცხს. იშლება ხოლმე. არ ვიცი, ძალიან ახლობელი უნდა იყოს, ძალიან რომ ენდოან შენ უნდა ყავდეს. მე რომ ყავდა ქათმები, ეხლა მაგალითად მე არ ვაჭმევდი რა. თავიდან ვაჭმევდი ხოლმე 1 კვირა, რომ ცოტა წამოჩიტული იყვნენ და მერე მართლა არ ვაჭმევდი, სულ იმაზე ყავდა. რავი, რა ქვია, ქერი, მაგას. მაგით ვზრდიდი.
და ეგ კვერცხი მართლა კარგია ეხლა შენ რო იცი შენი რო არის და რასაჭმე ეგ მართლა კარგია აი ვინც იდის ისინი ყველა აჭმევენ ყველა ისეთი ძვირი ჯდება შენახვა 50,000 რათა რავინ არ გაყიდის მაგ კვერცხს გამძვილი რო იყოს გაშვებული ქათმის კვერცხს და ნამდვილად რო ქერს საჭმევ და ხორბალს საჭმევ ძალიან ძვირი ჯდება ძალიან ბევრი ჭამა უნდა გათამს რა ვიცი ახლა ხომ იყურებენ არა გოგოები იქიდანაც გორიდანაც იქიდანაც დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ მე ვიცი რომ ასეა რა ჩემი თანამშრომელი ერთად მუშაობდით აქ გვირილაში ის გოგო ამბობდა რომ შანაო არ გაეკარო სოფლის კვერცხსო რა ჩემი უახლოესი ნათესავიო ყიდისო კვერცხსო შეყრილი ყავსო ერთად ეს ქათმებიო ჯერ ხო კლავენო ერთმანეთს ცემენო რო არ დაკარგოს რა ქათმები კარგება სოფელში რო გაუშვა ეგ და მე ეს კვერცხებით ანუ ავანტყოფი ქათმის კვერცხი საერთოდ რა რო ჩამოუყრო საჟიჟი არც მინდა შეგაშინოთ მაგრამ რა ვიცი ეგრე არის და არ გინდა უარ გაეკარო ესე იგი სუპრემიქსით დესო უკეთებს 1000 რაღაცასო ისევ გეჩინოს მაღაზიის კვერცხი იყიდოვო იქ მაინც მიდიან ამოწმებენ ვიღაცა ხო ამოწმებს არა ესე ხო არ არის სოფელში მართლა ვინ ამოწმებს ახლა რა პირობებში ყავს ქათამი იმას ვინ ამოწმებს არა ესეთი ამბები დავიდი გოგოებო ეხლა მე 2 საათზე მათემი მყავს 4 წუთზე მე ვარ უკვე წასვლელი წერილი კლინიკაში და მათე ახლა გაკვეთილებს გადახედავს ცოტა რაღაცეებს და 12 საათი დაიწყო უკვე და წავ დროებით